ყოველი წელი, ყოველი ზაფხული ჩვენთვის იყო ბალდის კანიონთან დაკავშირებული. არა მარტო ზაფხული, მათ შორის ზამთარში ნათლისღების რიტუალიც. გვაქვს საოჯახო სასტუმრო, მთელი ოჯახი ვართ ჩართული ამ საქმიანობაში. ეს არ არის ჩვენი ძირითადი საქმიანობა, მაგრამ ვინაიდან ტურიზმი ამ სოფელში საკმაოდ ვითარდება ბუნებრივად წლიდან წლამდე, ეს იყო დამატებითი შემოსავალი სეზონურად ჩვენი ოჯახისთვის და არის კიდეც, მაგრამ ეს საგრძნობლად შემცირდა მას შემდეგ, რაც ბალდის კანიონზე ჩასვლა გახდა შეზღუდული, შეუძლებელი, მაგით ჩემს უკანაც ხედავთ ღობეს, რომელიც არის გარშემორტყმული ბალდის კანიონის ირგული და აი წინ არის დაცვის პუნქტი, რომელიც არ გვიშვებს ამ კანიონზე. რა ვიცი, რამდენიმე საჩივარი არის დაწერილი კონკრეტულად ჩემზე და მათ შორის დანარჩენებზეც, რომ კერძო საკუთრებაზე შევიჭერით. ამას გვეუბნებიან ადგილზე, სადაც გავიზარდეთ, რომელიც არის ჩვენი იდენტობის და პიროვნების ნაწილი და ეს ადგილი კონკრეტულად ახლა ტურიზმის ნაწილში ჩემს მაგალითზე რომ განვიხილო ადამიანი, ვინც მოდიოდა ჩემთან დასასვენებლად, იმდენად აღფრთოვანებული იყო ამ სოფლის ველური ბუნებით და მისი თავისუფლებით, რომ მინიმუმ 1 დღე, 2 დღე დამატებით რჩებოდა გაუთვალისწინებლად. ამას იწვევდა ეს ბალდის კანიონი, სადაც ჩემი სახლიდან წამოსული ტურისტები ჩადიოდნენ უფასოდ, შემხებლობაში იყვნენ იმ ველურ ბუნებასთან, იმ ეკოსისტემასთან, რომელსაც ეს ადგილი აძლევდა და სრულ ბედნიერებას იღებდნენ მთელი ამ სანახაობისგან და ეს შეეძლოთ ეკეთებინათ ყოველ დღე, მთელი დღე, ნებისმიერ დროს, როცა ენდომებოდათ და მას შემდეგ, რაც ეს ბალდის კანიონი გახდა მიუწვდომელი ამ ხალხისთვის, რჩება უკვე ის მასობრივი ტურიზმისთვის, მას ტურიზმისთვის პოპულარული ადგილები რაც არის, რაც ეკოტურიზმის მოყვარულ ხალხს მაინც და მაინც არ იზიდავს. შესაბამისად, ამ ხალხს ნაკლებად აქვს ინტერესი, რომ სოფელში უფრო მეტი დრო დახარჯოს. მათ შორის ცხენების ტურებსაც ვაკეთებ, იმიტომ რომ აქ გავიზარდე, ცხენები მიყვარს და რაღაცნაირად ეს ჰობის და ბიზნესის შეთავსება ჩემთვის ძალიან ბედნიერების მომტანი იყო და ამაზეც აისახება ეს ბალდის კანიონი, იმიტომ რომ ვიზიტორი, ვინც მოდის ერთი დღით სოფელში და დაუგეგმავად არ აქვს იმის დრო, რომ წავიდეს ცხენის ტურზე, შესაბამისად ის ადამიანი ჩემი კლიენტი ვერ იქნება. ჩემი კლიენტი იქნება ის ადამიანი, ვისაც უყვარს ველური ბუნება, ვინც შეძლებს რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩეს სოფელში და სრული სერვისი მიიღოს ჩემგან, ჩემი ოჯახისგან და ჩემს ირგვლივ მყოფებისგან, რასაც ჩვენ თავაზობთ და თუ ვინმეს უნდა ბალდის აღმოჩენა, ზუსტად ადგილობრივი არის ის ადამიანი, ვისაც შეუძლია რომ სრული სერვისი შესთავაზოს, სრული სურათი ანახოს თუ რა არის აქ. ანუ გულისხმობ ბუნებას და მათ შორის ხალხის ყოფასაც, ანუ ხალხის ცხოვრებას, იმიტომ რომ ეს რაღაცა ეთნოსოფელის იდეა ბალდაში ძალიან საინტერესო არის როგორც ადგილობრივისთვის, ქართველი სტუმრისთვის, ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ეს არის სულგუნის მხარე, არის სამეგრელოს გული, ესე რომ ვთქვათ და ეს რაღაცა კულტურა, რომელსაც უნდა გაეცნოს ხალხი, არის დროზე გაწელილი პროცესი. ერთ დღეში ამას ვერ დააკვირდები. ეს პროექტი სპობს ამას? რა თქმა უნდა, ეს პროექტი გააქცევს იმ ხალხს, ვინც სოფელში უნდა მოსულიყო და დარჩენილიყო. ამ შემთხვევაში მხოლოდ მოვლენ ვიზიტორები, ამ გზაზე ახლა ამ ვიწრო გზაზე ახლა ჩვენ სადაც ჩამოვიარეთ, ყოველ წუთში უნდა იყოს მანქანის ხმაური, ეს რა თქმა უნდა აისახება ეკოსისტემაზეც და აისახება ჩამოსულ ხალხზე. აი სეგმენტაცია რო გავაკეთოთ იმ ხალხის, ვინც ჩამოდიოდა ბალდის კანიონზე და ვინც ჩადის მარტვილის კანიონზე, სრულიად განსხვავებული ხალხია, სულ სხვა კონტინგენტი არის, იმიტომ რომ ერთი დღე ბალდის კანიონის დაკეტვამდე ჩვენ რო გზაზე დავდგარიყავით და გაგვეჩერებინა ყველა ტურისტი, ვინც შემოდიოდა სოფელში, 90%, ამას ვამბობ 100% დარწმუნებული რო ვარ ისე, იმიტომ რომ გამიკეთებია მსგავსი რაღაცა. 90% გეტყოდათ, რომ მარტვილის კანიონზე არ ყოფილა და მოვიდა ბალდაში. ეს კანიონი თვითონ ახდენდა თავის პოპულარიზაცია ზუსტად იმ ხალხში, ვინც ამ ბუნებას აფასებს ისეც, როგორიც ღმერთმა შექმნა. ამას უზიარებდნენ ერთმანეთს და საიტებზეც იყო ის ინფორმაცია, რომ მარტვილის კანიონი კი ლამაზია, მაგრამ იქ შენ არ გაქვს ის თავისუფლება, რაც შეგიძლია ბალდაში იპოვო. და ამას სპობს ზუსტად ეს პროექტი. მით უმეტეს თუ შევხედავთ იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა სასტორის პინაზე დავდებთ სარგებელს და უარყოფით ის მომტანს,
ნახავთ, რომ ეს სარგებელი არის რაღაცა მინიმალურ დონეზე ხალხისთვის, ადგილობრივისთვის და ქვეყნისთვის მათ შორის, იმიტომ რომ კონკრეტულად ერთი კლანის, ერთი ჩინოვნიკის ჯიბეს ემსახურება ეს პროექტი და პირიქით ზარალი არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის, დისკომფორტი არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის. წეგან როგორც ვახსენე, ეს არის სულგუნის, ყველის მესაქონლეობის სოფელი და ამ გზაზე ხშირად ნახავთ შუა გზაზე მდგარ საქონელს, რაც გარდაუვალი პროცესი არის, როცა სოფლის ეკონომიკა და ყოფა დამოკიდებულია სრულად ამ საქმიანობაზე. ფიზიკურად ვერსად ვერ წაიყვან მათ და ეს ხშირი მოძრაობა სოფელში რაღაცნაირად ურბანიზება პატარა სოფლის, ველურ ბუნებაში მოქცეული სოფლის, რა თქმა უნდა მოიტანს ყველანაირად უარყოფით შედეგებს. მათ შორის ტურიზმის კუთხითაც როგორც წეგან ვახსენე. სარგებელს მიიღებს მხოლოდ ინვესტორი. ის კონკრეტული ადამიანები და მათი ჯიბეები, ვინც ამ პროექტის სათავეში დგანან, ის კორუმპირებული ხალხი ზუსტად. მათ გარდა ადგილობრივი მოსახლეობიდან სარგებელს ვერ მიიღებს ვერავინ. შეიძლება დაგვაჯერონ, რომ აქ ვიღაცებს დაასაქმებენ, მაგრამ ეს ხო არ იქნება იმის პროპორციული, რა სარგებელსაც შეიძლება სოფელი იღებდეს ამ ადგილის თავისუფლებით. პროექტის გარეშე რაც არის, რასაც აქამდე იღებდა და რაც შეიძლება მომავალში მიიღოს. ამას ხო ჩვენ ვერ ავწონით, თუ ამას არ დავაკვირდებით ხანგრძლივ პერიოდში და ჩვენ ამას ვაკვირდებოდით. ეს მათ არიციან. იმიტომ რომ თუნდაც აი ჩვენ რო ვიძახით, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და საჯარო განხილვები, ეს მარტო ჩვენი უფლება კი არ იყო, ეს მათ ინტერესშიც შედიოდა, რომ ჩვენგან მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია, ისევ თავიანთი პროექტის სასარგებლოდ, მაგრამ ეგეც არ გააკეთეს და არიან მორგებული მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე და ეს ბუნება უნდათ რომ ზუსტად მოარგონ თავიანთ გეგმას. თვითონ კი არ უნდათ რომ მოერგონ ამ სოფლის ყოფას და ცხოვრებას, უნდათ რომ ეს ადგილობრივი ხეობა მოერგოს მათ ჯიბეს.